ახალი საინვესტიციო შეთავაზებები და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე პარტნიორების ინფორმირება ამ მისიით აბუ-დაბიში ჩასული ქართული დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის შედეგებს აჯამებს. დღეს პრემიერ-მინისტრს მდგრადი განვითარების კვირეული სამიტზე მოусმინეს. რა პოტენციალი აქვს ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით და რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში შუა დერეფნის განსავითარებლად. ამ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება გამოსვლის დროს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის 1055 კილომეტრიანი კაბელის მასშტაბურ პროექტზეც, რომელიც ევროკომისიას პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. მთავრობის მეთაურმა სამიტის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო და აბრეშუმის გზის მარშრუტში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. მიმართვის ნაწილი ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ სირთულეებზე საუბარსაც დაეთმო. სამიტს 150-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრნენ. ქართული დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმაც მიიღო, რომელიც თვეების წინ საქართველოს სტუმრობდა. რა შედეგებით ბრუნდება ქართული დელეგაცია აბუ-დაბიდან, ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა. მდგრადი განვითარების სამიტი დასასრულს უახლოვდება და დასრულებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა ვიზიტიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბიში, რომელიც გასული რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან ათასობით სტუმარს მასპინძლობდა. მასპინძლობდა როგორც სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, ისე ბიზნეს ლიდერებს და მათ ერთიან სივრცელში აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაეცვალათ აზრები, ეძიათ ახალი კონტაქტები და ესაუბრათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე. ამ თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა დღის წესრიგი და სამუშაო გრაფიკი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრებით, ისე რა თქმა უნდა შეხვედრებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებიდან შეგვიძლია ჩვენ გამოვარჩიოთ მაგალითად კიდევ ერთი შეხვედრა MR ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელთან, ასევე შეხვედრა აბუ-დაბის პორტების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ შეხვედრებს, ამ თვალსაზრისით იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრა, მათ შორის დღეს შედგა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთანაც, რომელიც შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, გასულ წელს თავადაც სტუმრობდა საქართველოს. ამ შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობების ძალიან კარგი დინამიკა, მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების ძალიან კარგი დინამიკა და ეს დინამიკა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩემში ვიზიტის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აბუ-დაბიმ საქართველოს ამ სამიტის ფარგლებში მისცა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ესაუბრა ქვეყანას საკუთარ პოტენციალზე და დაამატებით ინფორმაცია მიეწოდებინა მაგალითად მომავალი ინვესტორებისთვის იმის თაობაზე, თუ რატომ არის საქართველო მომხიბვლელი ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, ჩვენ მქონდა შეხვედრა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებთან. ესენი არის სოფლიოში ცნობილი მსხვილესი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინვესტიციის ინტერესი, როგორც მოგეხსენებათ Eagle Hills-ის ინვესტიცია უკვე ხორციელდება საქართველოში, ასევე მქონდა შეხვედრა დამაგთან, რომელიც არის სოფლიოში ცნობილი მსხვილესი კომპანია, მათთან მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, ასევე მქონდა საუბარი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ასევე აბუ-დაბი პორტთან, რომელსაც აქვს უკვე მიმდინარე პროექტი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომლის განხორციელების მეორე ფაზა დაიწყო უკვე და მქონდა სხვა მიმართულებით ამ კომპანიასთანაც თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი. ასევე მქონდა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მან აღვიქვა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. და ასევე მქონდა დღეს გამოსვლა უშუალოდ ცენტრალურ ღონისძიებაზე ამ სამიტის ფარგლებში, სადაც საუბარი ძირითადად შეეხო ჩვენი ქვეყნის გეგმებს ენერგეტიკის მიმართულებით და ასევე დაკავშირებადობის მიმართულებით. კლიანობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი, რაც ექნება
კონკრეტული შედეგები უკვე ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში. სამიტის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ეს იყო ლიდერთა დიალოგი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მან მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა შუა დერეფანს და მის პოტენციალს. ფოთაშორის საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა ამ პანელურ დისკუსიას, მათ შორის სხვა სახელმწიფოების მეთაურები და რა თქმა უნდა აბუ-დაბის პრინცი. რაც შეეხება უკვე იმ აქცენტებს, რასაც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეს იყო როგორც პოლიტიკური ასპექტები, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პარამეტრები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა, რაც მას გამოარჩევს ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. გარდა ამისა, ისაუბრა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფანზე, მათ შორის ამ დერეფნის ფორმატში განსახორციელებელ და უკვე დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, ისეთებზე როგორიც არის მაგალითად ანაკლიის პორტი, საქართველოს რკინიგზა და რა თქმა უნდა, შავი ზღვის კაბელი, რომელიც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, არამედ ევროპის კონტინენტისთვისაც, ვინაიდან სწორედ ამ კაბელის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ძალიან ბევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ელექტროენერგია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მაკავშირებელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს იმ ოჯახთან, რომლის ნაწილიც ის არის ისტორიულად და ამ დისკუსიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მიუხედავად არსებული სირთულეების ახლა ოფიციალურ ბრიუსელთან, საქართველოს საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ არა მხოლოდ კონსტიტუციით არის განსაზღვრული საქართველოს ევროპული არჩევანი, არამედ ეს არის ისტორიული მოცემულობა. საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ ფასეულობათა სისტემის ნაწილი, ევროპული ოჯახის წევრი და როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ამ გზასა და კურსს ქვეყანა განუხრელად გააგრძელებს. კონსტიტუციაშიც არის გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ ვისწრაფვით. ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. თანმიმდევრულად ვასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს. თანმიმდევრულად განვახორციელებთ ყველა რეფორმას და ყველა იმ ნაბიჯს გადავდგავთ, რაც შეთანხმებულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, არა მარტო რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 9.3% იყო. ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ყველამ სწორად უნდა შეაფასოს ეკონომიკური წარმატება, რაც იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რასაც ქვეყანა ახორციელებს. ეს იმის შედეგიცაა, რომ კორუფციის დონე საქართველოში რეგიონში ყველაზე დაბალია და ამ კუთხით ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად თუ საქართველოს მიღწევების დადებითი და სამართლიანი შეფასება მოხდება, იმის ენთუზიაზმიც უნდა არსებობდეს, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. საქართველო ბუნებრივად არის ევროპის ნაწილი, მაქსიმუმს ვაკეთებს წინსვლისა და პროგრესისთვის. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, გარკვეული პოლიტიკური გარემოებების ცვლილების კვალობაზე ესეც დასრულდება. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ის საქართველოს დააკავშირებს ევროპის ენერგობაზართან, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველო რუმინეთს უკავშირდება შავი ზღვის გავლით და შემდეგ სხვა ქვეყნებს წვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ვაპირებთ გამომუშავების წარმადობის გაზრდას და სხვა ბაზრებზე ექსპორტზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით ევროპაში. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნება 2036 წლისთვის არსებული ენერგორესურსების პოტენციალის სრულად გამოყენება. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ის პრიორიტეტების ნუსხაში შეიტანა. ამ თემატური დისკუსიის ფორმატში პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრი ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებსაც. ცნობილია, რომ საქართველო არის წყალუხვი ქვეყანა, თუმცა როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, საქართველო ამ შესაძლებლობების მხოლოდ 20%-ს იყენებს და ახლა მთავარი ამოცანა არის სწორედ ამ შესაძლებლობების გამოყენების გაზრდა, იმისათვის, რომ 2036 წლისთვის საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით არა მხოლოდ თვითკმარი ქვეყანა, არამედ მოახერხოს ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანაც. ამ თვალსაზრისით, როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომელსაც ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ჰიდრორესურსების ათვისებას, არამედ ცალკეულ პროექტებს, როგორც ქარის სისტემის ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით.
საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ სტრატეგიულ მდებარეობას, მაგრამ ამბიციური გეგმები გვაქვს დაკავშირებადობის უნარის და ტრანზიტის შესაძლებლობის გასაძლიერებლად. შავ ზღვაზე ღრმაწლოვანი პორტის აშენებას ვგეგმავთ ანაკლიაში. ინვესტიცია ხორციელდება აეროპორტების ინფრასტრუქტურაშიც. არსებითად მოხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია დაკავშირებადობის უნარისა და ტრანზიტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალო ვადიან პერსპექტივაში. ბევრ ქვეყანასთან გვაკავშირებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, DST-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ერთმანეთთან დავაკავშიროთ სხვადასხვა ქვეყანა ეკონომიკურად და სავაჭრო მიზნებისთვის. საკმაოდ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს ქვეყანაში, ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთებით. ყოველივე ეს კორუფციის დაბალ დონესთან ერთად ქმნის სარგებელს და შესანიშნავ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუადერეფანში. გვაქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმა 2036 წლამდე. ჩვენი განზრახვაა, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება გავზარდოთ 4800 მეგავატიდან 11500 მეგავატამდე. ამდენად გეგმაში გვაქვს 2.5-ჯერ გავზარდოთ ენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი. ეს ამბიციური, თუმცა რეალისტური გეგმაა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შანსი მოვიზიდოთ ინვესტიციები. დიდი სარგებლის მომტანია ენერგეტიკის სექტორში კაპიტალდაბანდება, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა საქართველოს მზის და ქარის ენერგიის გამომუშავების სფეროშიც შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვა. ხდება დარგის არსებითი გაუმჯობესება და ამიტომაც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ გეგმის განხორციელების კუთხით. ჩვენი სურვილია ქვეყანა თვითკმარი გახდეს 2036 წლისთვის. 2036 წლისთვის ვიქნებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და ევროპის ბაზრებს მოვამარაგებთ. როგორც უკვე გითხარით, პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა ვიზიტი აბუ-დაბიში უკვე დასრულებულია, თავად სამიტიც უკვე უახლოვდება დასასრულს. წელს უნდა ითქვას, რომ აბუ-დაბი მდგრადი განვითარების კურეულის ფარგლებში მდგრადი განვითარების სამიტს უკვე მე-18-ად მასპინძლობს და წლიდან წლამდე ამ ღონისძიებას უფრო და უფრო დიდი მასშტაბი აქვს. იგი ერთ სივრცეში თავს უყრის როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურებს, ისე ბიზნეს ლიდერებს და იძლევა საშუალებას გამოწვევებსა თუ საერთო პროექტებზე საუბრისა. წელსაც ამ სამიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროს და კონკრეტულად აბუ-დაბის 150-ზე მეტი ქვეყნიდან ათასობით სტუმარი ჰყავდა.